დაუბრუნდით ეთერში, საუბრობთ სოციალური ქსელების შესახებ და პირველი ზარიც გვაქვს მაყურებლის მოусმინა, თუმცა მე კიდევ ერთხელ ნინო ამ შემთხვევაში ბარემ ჩამოგარჩევა შენს ფუნქციას, გამოვაცხადებ ტელეფონის ნომერს იმისთვის რომ გააქტიურდეს მაყურებელი 2409006-ით აგვირეკეთ და ჩაერთეთ ჩვენთან საუბარში. გისმენთ, მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. აი ახლა თქვენ საუბრობდით და მინდა ჩემი პირადი აზრი გაგიზიაროთ სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით. ნინო საუბრობდა ყურატაშვილი რომ საჭიროება გახდაო რომ შემექმნაო სოციალურ ქსელში ჩემი პროფილიო და აი მე მაგალითად პირიქით მაქვს უკვე ასოციაცია რომ არ მინდა რომ ვინმე თქვათ იცოდეს ესე დეტალურად სად ვარ სად წავედი, სად მოვედი და ეს ძალიან ადვილია. იცით რა, მეც არ მინდა და სწორედ ამის გამო მე აღნიშნე კიდევაც რომ არ მაქვს არანაირი ფოტო, არანაირი ინფორმაცია ჩემს შესახებ, ის უბრალოდ იციან მხოლოდ იმ ადამიანებმა, ვისთანაც მე მაქვს ურთიერთობა და მჭირდება საქმიდან გამომდინარე. ანუ პასიური აი უკაცრავად თქვენ არ მიგაჩნიათ რომ არსებობს რაღაცა გარკვეული დაუწერელი კანონი სოციალურ ქსელში აქტიურობისა. ჩემთვის რამდენჯერმე მოუწიათ მაგალითად აქტიურ წევრებს შენიშნა რომ შენ მოჩვენება ხარო Facebook-ისო შემოდიხარ ყველაფერს ხედავ და შენ თვითონ არ ჩანხარო აი რაღაც არის მოთხოვნილება რომ მე თუ გიზიარებ შენ მე თუ გავხდი შენი მეგობარი მე თუ ვაზიარებ ყველაფერს და მართლაც ვიცი ხშირ შემთხვევაში ნებისმიერ წუთში სად იმყოფებიან ჩემი მეგობრების Facebook მეგობრების დიდი ნაწილი და რა საქმიანობით არიან იმ წუთში დაკავებულნი და მე მათ არ თავაზობს იგივებს, მოდი ასე ვთქვათ, მე მივიღე შენიშვნა, რომ რატო აკეთებ ამ, რატომ არ ხარ ბოლომდე ჩართულიო და არსებობს თქვენი აზრით რაღაც გარკვეული დაუწერელი კანონი, რომ აი ასე უნდა ვალდებულება ალბათ არა, მაგრამ რაღაცა კოდექსი, Facebook კოდექსი არის. მე არ გულისხმობ ამ შემთხვევაში კომენტარების დათვას. აზრის გამოთქმა ნაკლებად თქვათ მე მაგალითად შემიძლია რომ აზრი გამოთქვა თუმცა კი ხან ზოგს ესეც არ მოსწონს რომ თავისი აზრი საჯაროდ დააფიქსიროთ და ზოგს სულად კომპლექსი აქვს რომ გამოთქვათ მაგალითად პოლიტიკური მოსაზრებები გასაგები. ან თქვენ მირჩენიათ რომ თქვენ კვლავ გაქვთ ეს თქვათ აკაუნტი ეგრეთ წოდებული მაგრამ არ თავად ნაკლებად აქტიურობთ, შეიძლება ასე ითქვას? არა, როგორ არა, ვაქტიურობ, მაგრამ რაღაც ნაკლებად ვაქვეყნებ ბოლო დროს, აი მე შევამჩნიე ჩემთავს რომ ფოტოებს და დიდი ხანია რაც გაქვთ ეს გატაცება, მოდი ასე ვთქვათ. დიდი ხანია რაც Facebook-ში ხართ. კი. დიდი ხანია. თქვენ ცხოვრებაში როგორ იქცევით? ჩვეულებრივ ცხოვრებაში გავანებოთ ქსელს თავი. აი ცხოვრებაში როგორი ხართ? ასეთი აქტიური ადამიანი ხართ? თქვათ გამოხატავთ მსხვილი ადამიანი ხართ? ეხლა რაზეც ვსაუბრობ, ეს ძირითადად ეხება ფოტოებს და აი თქვათ სად ვიყავი, იქ ვიყავი, ამ წუთში აქ ვარ, აი ამაზე ნაკლებად. მე აი მიუხედავად ჩემი აქტიურობისა, დაიტოვოს რაღაცა თავისთვის ხო შეიძლება. მე აბსოლუტურად გეთანხმებით, მინდა უბრალოდ კომენტარი გავაკეთო მაგაზე, იმიტომ რომ მე თვითონაც როცა აქტიურად თქვათ ვათვალიერებ რაღაცებს და ბეცნობი და უყურებ რაღაცებს, იშვიათად რომ დავაკომენტარო რაღაცა, იმიტომ რომ მე თუ ჩავთვალე საჭიროდ უნდა ვთქვა ვიტყვი აუცილებლად თუ ჩავთვლი რომ არ უნდა გამოვეხმაურო კონკრეტულ სტატუსებს არასოდეს არ ვეხმაურები და არასოდეს არ ვწერ სად ვარ, ვისთან ერთად ვარ, სად მივდივარ, როგორ მოვდივარ. ეს იცით მგონია რომ პირადი საქმეა ჩემი, ამ წუთას იმ კაფეში ვზივარ თუ მივფრინავ თქვა სადღაც რომში. აი ეს მოსაზრება მაქვს. ხო. ეს აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული. მე არც არავის არ ურეკავ და არც არავის არც ტელევიზორში არ ვაცხადებ რომ არ იქა ხვალ მივფრინავ სადღაც. ეს რასაც მე ვთვლი პირადად, ის რჩება ჩემთან. რასაც მე გამოსატანად გულისხმობ, მე იმას გამოვიტან. ეს იქნება აქ, ეს იქნება ქუჩაში თუ ეს იქნება, ვთქვათ, სოციალური ქსელის გვერდზე. ამიტომ მე სწორედ ეს ვთქვი, რომ Facebook-ი მე მაძლევს იცით როგორ, ინფორმაციას ადამიანის ტიპზე, ვინ არის ეს ადამიანი. ანუ თუ ადამიანი მოურიდებლად და როყიოდ და ხანდახან უზრდელადაც გამოხატავს თავის სათქმელს Facebook-ზე, ეს ადამიანი მარტივად არის უზრდელი. ასეთ ადამიანს აქვს თავის სახელი და აქვს კვალიფიკაცია. ეს არის უზრდელი ადამიანი და ეს არის უზრდელი არა მარტო სოციალურ ქსელში, ის ყველგან ასე მოიქცევა. ამიტომ არაფერი არ შეცვლილა ჩემთვის Facebook-ზე. მე ადამიანებს ვიცნობ, ზუსტად ისე იქცევიან, როგორც იქცეოდნენ ცხოვრებაში და ეხლა ის რომ თქვა გაიპრანჭო უფრო მეტად სოციალურ ქსელში და რაღაც სხვანაირად გამოაჩინო, თავი ეს არასოდეს არ გამოგივა, იმიტომ რაც ხარ და ეს გამოდის ყოველთვის, ეს ჩანს. ეს გაცილებით უფრო თვალნათელია.
ვიდრე შეიძლება ვიღაცას ეგონოს, ότι როგორი კარგი ადამიანია და ამასობაში ისეთი საშინელებები გადმოანთხილოს, როცა შენ ამოგდის ბოროტი ორგანიზმიდან. ესე იგი შენ ხარ ბოროტი და სამაგეროდ შენ თავისუფლდები იმ ბოროტებისაგან. არა, მე ისედაც თავისუფალი ვარ, და მე ვიც არ მიყვარს იმასთან არასოდეს არა ვარ და შესაბამისად ნუ ეხლა რომ სიკეთესაც რომ ძალიან დიდი სიკეთე მოაქვს ამავდროულად. სიკეთე მოაქვს რომ გაიგორო ბოროტია ეს კაცი და განებო. არა, ამ გაგებით მოერიდო. შექმნა შავისია მარტივად. არა, ამ გაგებით კი არა. სხვა პირდაპირ მნიშვნელობით სიკეთეც მოაქვს, ბოროტებაც როგორ არა? როგორ არა? სრულიად უცნობ ადამიანმა შეიძლება ისეთი არაჩვეულებრივი რამ ჩაიდინოს, აი, იყო უბედნიერესი თუნდაც ერთი დღე. და საერთოდ ცხოვრებაში გახდე უცებ ბედნიერი. შეიძლება ეგეც არა, ასეთი შემთხვევებიც არის და შეიძლება სრულიად დაგაკარგინოს ადამიანში რწმენა ამ პირიქით. მე ორ დღეს ამიტომ ვარო არა, მაინც კარგი რამ არის ადამიანი. ამიტომ ვამბობ, რომ ორი რამ მოაქვს ერთად და შენ რომელს აირჩევ, ეს უკვე შენზეა დამოკიდებული. არანაირი საქციელი ადამიანის, თვითონ ადამიანის გარეშე არ ხდება, მოდით ვაღიაროთ ეს. ამიტომ მთელი პასუხისგებლობა ყველაფერზე ადამიანმა აიღოს საკუთარ თავზე თუ შეიძლება. რომ ვაიმე იქ Facebook-ზე გეხვეწებით რა. აბსოლუტურად ყველაფერი უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე. ანუ მე მინდოდა და ეს მოხდა, მე არ მინდოდა და ეს არ მოხდა. მე მინდა რომ ვიჯდე მთელი დღე Facebook-ზე, მე ვიჯდები Facebook-ზე. მე მინდა რომ მხოლოდ 1 საათი შევძრო, მიმოვიხილო რაღაცები, გადავხედო სტატუსებს, გადავხედო ახალ ინფორმაციას. კი ბატონო. ეს არის ყველა ადამიანისთვის ტრიბუნა. ეს არის ყველა ადამიანისთვის თავისი საკუთარი ტელევიზორი. გამოვედი ჩემ ტელევიზორში, ვთქვი რაღაცა, დავკეტე, შევედი. ნინო, რა კარგია. გადასწორი აქტიურია სოციალური საქმეთა დაკავშირებით თუ არა. ზოგჯერ ვახსენებ ხოლმე ნინო ხმა ნახე როგორ გააქტიურდა ამაშია ემა რომელიც საინტერესო არა ნამდვილად აბსოლუტურად გაძლევს არჩევანის თავისუფლება შენ ირჩევ რამდენად აქტიური გინდა იყო შენ ირჩევ რა ვის მაყურებელი ყავს რომლის აზრდა ბატონო გისმენთ თქვენ მოგარჩევან მოусმენთ მაყურებელს მოგესალმებით გამარჯობათ მოგესალმებით ძალიან საყვარლები ხართ ძალიან მიყვარხართ პატივისცემთ ყველას დიდი მადლობა მე ჩემი აზრი ვარ 29 წლის მაგრამ არ მოგვს არც Facebook-ი არც ოდნავ შეიძლება ეს ბევრმა იფიქროს როგორც გოიმი ესე ჩამთვალოს მაგრამ ეს ჩემთვის არ არის ეს ყველასთვის პირადი აზრია ხო რა თქმა უნდა მაგრამ ჩემი აზრით ჩემმა თაობამ დაივიწყა წიგნის ფასი ამ სოციალური ქსელების საშუალებით ამ სერიალების საშუალებით აღარავის აღარ უყვარს ბიბლიოთეკა აღარავის აღარ უყვარს წიგნი თუნდაც ბიბლიოთეკაში ერთი წუთით რომ შეიხედოს ესეც აღარ აინტერესებს ძალიან წუხარ მე ამის გამო რომ წიგნის ფასი დღევანდელმა თაობამ აღარ იცი და თქვენ ფიქრობთ რომ ეს სოციალური ქსელის ბრალი იქნება მის გარეშეც არ უნდა ბიბლიოთეკას მიმართოს და საერთოდ წიგნს მოგიდოს როცა ჩემ აი სტუდენტობის დროს იყო სულ ესეთი აქტიური არ იყო სოციალური ქსელები იყო უფრო მეტი სტუდენტი ბიბლიოთეკაში იყო უფრო მეტი მკითხველი ხო აი ხო მე დღეს რასაც ვუყურებ ძალიან ასე ვთქვათ ჩამორჩა დღევანდელი თაობა წიგნი. ისიც ამოდით ესე ნუ გამჭით ბიბლიოთეკაში მკითხველის რაოდენობით, იმიტომ რომ ის ადამიანი რომელიც თავის ლიტერატურა დადიოდა ბიბლიოთეკაში მას შეუძლია ინტერნეტის მეშვეობით ყველა ეს წიგნის აღჭირვა. კი, მაგრამ იცით რა, ჩემი აზრით, ყველა სიბილწე და ყველა წარმართული, არ ვიცი, ყველაფერი რაც კი ცუდია, ვფიქრობ, რომ ინტერნეტში არის განთავსებული. თუნდაც რაღაცა ინფორმაცია რო ამოაგდეს ადამიანმა, იქ არის ძალიან ბევრი რაღაც ინფორმაციები ამოვარდება ისეთი, რაც არ შეიძლება ნახოს ბავშვად 15 წლის ბავშვმა, ხო, გარყვნილების თვალსაზრისით. გასაგებია. თქვენ თავად არასოდეს გქონიათ სოციალური არც მაქვს სურვილი და არც მაქვს არა უბრალოდ რაზე დაყნობით მსჯელობთ აი ამ სიბილწესთან დაკავშირებით თუ არ გქონიათ შეხება არასდროს არა ეხლა სამსახურთან დაკავშირებით კი როგორ არ მქონია მაგრამ ხო სამსახურთან დაკავშირებით კი მაგრამ აი როგორც ესე რომ აი ვიქექო სოციალურ ქსელში და ვეძებო რაღაცები იქ ძალიან ბევრ ვიღაცა რაღაცა ვიღაცის ცხოვრებას გადაიღებს ფარულით დადებს ეს იმასთან არის ის იმასთან კი ბატონო ეს თქვენი არჩევანია და ადამიანები ფერაული ხო ამოდის ხო არა გასაგებია მაგრამ ეს არის თქვენი არჩევანი პრინციპით არ ტელევიზორს უნდა უყურნი არიან ისე რომ ყველას თავისი გემოვნების მოთხოვნილების და მიხედვით ხო არჩევანი გააკეთა და ეს თქვენი ეს გლობალურად საუბრობს რომ ამით ახალგაზრდები ირყნება და ამით ახალგაზრდებს დიდი დრომი მაგრამ იმდენი სიკეთე მოაქვს სამაგიეროდ
რომ არჩევანი თქვენზეა, ამიტომ თქვი კეთილიც არის და ბოროტიც არის. და შენ რომელსაც ეს არის მაინც საბოლოო ჯამში თვით გამოხდე ხატვის საშუალება. სოციალურ ქსელზე თუ საუბრობთ, ახლა ინტერნეტ სივრცესგან გამოვყოთ, ხო? ინტერნეტ სივრცე ზოგადად ცალკე მოვლენაა, სოციალური ქსელები შედარებით ახალი მოვლენაა. ეს არის თვით გამოხატვის საშუალება, კომუნიკაციის საშუალება და ჯგუფური კომუნიკაციის საშუალება. ადამიანი როგორც სოციალური ცხოველი ძალიან აქტიურად და სიხარულით ჩაერთო ამ ყველაფერში, ხო? თავის დროზე არსებობდა ერთი კარგი არტისტი, ენდი უორჰოლი, რომელმაც თქვა, რომ გავადრო და ყველას ექნება 15 წუთი პოპულარობის. მე თუ მკითხავ, აი ეს ის დრო არის ზუსტად, რომელიც წინასწარ მეტყველა ენდი უორჰოლმა, იმიტომ რომ დღეს შენ შეგიძლია ეს შენზე უკვე დამოკიდებული რა სახით, როგორ, შენს ფანტაზიაზე, ნიჭზე, იმაზე თუ რის გაკეთება შეგიძლია, გახდე მართლაც 15 წუთით პოპულარული. ეს არნიშნავს იმას, რომ გახდე უკეთესი, კარგი, რაღაც კარგი ჩაიდინო, არც ერთი წუთით. უბრალოდ ყველა იმ 15 წუთის განმავლობაში გაიგებს შენი არსებობის შესახებ. მაგალითად, როგორც მე ვნახე დღეს მე ვიტყოდი, რომ ადამიანს მე იმათ ვერ დავარქვევ ნამდვილად, ორი მამაკაცი ახალგაზრდა ჯანხონის სავსე, როგორ თამაშობდა ფეხბურთს კატით. და ეს ჰქონდათ გადაღებული და დადებული სოციალურ ქსელში. აი დღეს დილას მაგალითად ჩემს მეგობრების უმრავლესობამ ეს ყველაფერი ნახა, ყველა აღშფოთდა და ისინი 15 წუთით იყვნენ ცნობილნი მათთვის. მე ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ეს იქნება ერთადერთი შემთხვევა მათ ცხოვრებაში, თუ ოდესმე ვიღაცა გაიგებს მათი აქტივობის შესახებ და ესენი ესეთი არა ადამიანობა იშვიათად მინახავს. შესაბამისად, აი ესეთი რაღაცეებითაც სავსეა სოციალური ქსელი და ძალიან ბევრი კარგი ადამიანის არაჩვეულებრივი ნააზრევითაც. ეს ალბათ თქვენზეა დამოკიდებული, რას შემოუშვებთ და დაიტოვებთ თქვენში და რას უბრალოდ შეაფასებთ და დაივიწყებთ. ან იმოქმედებთ იმისთვის, რომ ეს აღარ მოხდეს. მე მაგალითად ვიმოქმედებდი პოლიცია რო ვიყო და მოვძებნიდი ამ ადამიანებს და რაღაც ისეთ ჯარიმას დავაკისრებდი, რომ აი ძალიან დიდხანს კატის დანახვაზე რაღაცა საშინელი ასოციაციები ქონდეთ. მაგრამ ნუ აბა მე მგონი რომ ამისთვის არავის ეს მართლა რაღაც უარყოფითი რამ არის ხო დანახველი, მაგრამ რამდენად ბედნიერებაა, როდესაც თქვა Skype-იც ხო არის არა აი უბედნიერესი ვარ, როდესაც მე ყოველდღე შემიძლია ჩემ ქალიშვილს ძალიან შორეულ ქვეყნიდან ვილაპარაკო და მისი გამომეტყველებიდან გავიგო რა ხასიათზეა, რა უჭირს, რას ტკივა და ასე შემდეგ. ეს ისეთი ბედნიერებაა, რომ მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში, რომ იტყოდნენ ხოლმე, აი იქნება ტელეფონი, სადაც დაინახავ და თუ ეს იყო ზღაპარი, მაგრამ ნახეთ როგორ მიდის 21 საუკუნეს მოესწარი და ჯერ სადახართ 22-ში ხო, არა 22-ს ვეღარ მოესწრები, ნინო, შენ მითხარი მერე. არა უშო. აი ნანა. შვილები მოეწრე. ძალიან ბევრი დადებითი მოაქვს. პლუს კიდევ აი არა რა თქმა უნდა არაჩვეულებრივი საშუალება ურთიერთობს რამდენი ადამიანია რომელსაც არ აქვს საშუალება გადაადგილებს ან გასვლის ან თავის მეგობრების მონახულების და ხშირ შემთხვევაში ხდება ერთადერთი საშუალება მათთან ურთიერთობის რომ არ გაწყვეტონ კონტაქტი და ნამდვილად გააჩნიერისთვის გამოიყენებ და აბსოლუტურად ეს აქაც ისევე როგორც ცხოვრებაში გაქვს ჩვეულებრივად არჩევანის გაკეთების საშუალება რაც ყველაზე მთავარია სალომეს ყავს მე მგონი მაყურებელია თუ ხარ მოусმინოთ ხაზზე და მე ალო მოგესალმებით გამარჯობა ძალიან მიყვარხართ ყველანი ამჟამად გაბასებთ ხშირად ვუყურებ თქვენს გადაცემას აი ხლა ჩემს წინ მაყურებელთან მინდა რამოდენიმე კითხვა ცოტა ისე რომ დაუსვარო თუ შეძლებს რომ დაარეკოს მაგრამ აი მაინტერესებს ბოლოს როდის წაიკითხა წიგნი რა აი მაგისგან მაინტერესებს ძალიან და მყავს მეხუთე კლასელი შვილი რომელიც თემებს ინტერნეტიდან წიგნებიდან ისე წერს, ისე პოულობს ყველაფერს, ისეთ ინფორმაციებს იღებს. აი ჩვენ დროს მაგალითად მე რომ მეხუთე კლასში ვიყავი, რომ მქონოდა ესეთი წვდომა ყველაფერთან, რასთანაც მას აქვს შეხება. ჩვენ რამდენი ინფორმაციას, ნუ ელემენტარულად რა, ყველაფერი და აი წიგნებთან დაკავშირებით რო დაიწყო. აი ხლა ისეთი წიგნები გამოდის, უბრალოდ მე მგონი არ არსებობს ადამიანი, რო არ დაინტერესებულიყო და რამოდენიმე ნაყიდიც რო არ ქონოდა, ხო? აი თვითონ
ჯერ მოგეწონება წიგნები ვიზუალურად, მაგრამ შიგნით ძალიან კარგად წერია ყველაფერი. აი თუნდაც ბავშვებისთვის ისეთი წიგნები არის, რომ აი არ არსებობს, რომ ბავშვს არ ქონდეს იმ წიგნების რაოდენობის ნახევარი მაინც სახლში. ეხლამდელ თაობასთან მაქვს კაბატონო, მე აბსოლუტურად გეთანხმები, ჯერ ესეთი მე მაქვს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორისგან, გიორგი კეკელიძისგან უამრავი ინფორმაცია მიღებული მის თაობაზე, რომ არათუ შემცირდა კითხვა. ახალგაზრდა თაობა არაჩვეულებრივად განათლებული, არაჩვეულებრივად ბევრს კითხულობენ და ჯერ ესეთი ლიტერატურაშიც ისევე როგორც ყველაფერში აბსოლუტურად ხო, ახალი გვარები, ახალი სახელები, ახალი ინფორმაცია, წვდომის სულ სხვადასხვა და ახალი ტექნოლოგიური საშუალებები არსებობს. ბუნებრივია რომ ადამიანები ყველაფერს იყენებენ და ეს არის არაჩვეულებრივი საშუალება და მე მიმაჩნია რომ მომავალი თაობა გაცილებით უფრო განათლებული, განვითარებული და გაცილებით უფრო წინწასულია და მე ბედნიერი ვარ რომ ეს ასეა და ერთადერთი ხსნა ჩვენი ქვეყნის და საერთო დედამიწის ხსნა არის სწორედ ამაში განათლებულ ახალგაზრდებში და მეც ძალიან გამიკვირდა სიმართლე რომ გითხრათ ახლა დღეს დააბრალო ახალგაზრდებს რომ არ კითხულობენ ჩემს ირგვლივ ასეთი ახალგაზრდები არ არიან და ტოტალურად რა თქმა უნდა არ შეიძლება ამის თქვა ნუ როგორც სამწუხაროდ ყველა დროშია ზოგი და ყველა ქვეყანაში მინდა გითხრა ყველა ქვეყანაში რო ვთქვა სამწუხაროდ არ არსებობს არავითარი გამოკვლევა მასთან დაკავშირებით ადრე რამდენი იყო უფრო ნაკითხი და ხო რამდენი შედარების საშუალება ჩვენ გვაქვს აი მხოლოდ ჩვენ ვაკვირდებით ჩვენს გარშემო მდგომარეობას მაგრამ საქმე სწორედ ის არის რომ ჩვენ ყოველთვის ტრიალებთ ერთად და იმავე რაღაც სოციალურ წრეში რომელსაც გვიჭირს რომ გასცდეთ სოციალური ქსელები სწორედ ეს არის აბსოლუტურად დემოკრატიული და შენ შეგიძლია დაამყარო კონტაქტი იმ ადამიანთან ვისთანაც პრინციპში შეიძლება ვერასოდეს ვერ შეხვდე და ალბათ ცხოვრებაც არასოდეს არ შეგახვედრებ და შენი საქმიანობის გამო თუნდაც იმის გამო რომ უბრალოდ სხვა ტერიტორიაზე ბინადრობ და ასე შემდეგ და მათი აზრიც გაიგო ხან აქ გაიგებ ხან მაგრამ ურთიერთობები აი ისე პირადი აი რომ ადრე რო იტყოდნენ ხოლმე რომ ჩაიზე მობრძანდით და მოსაწვევებს რო არიგებდნენ იქნებ პერიფერიებში და ფლირტს თამაშობდნენ სხვადასხვა წერილობითი იყო ფორმა მისი კი ბატონო ნინო მაშინ დრო უფრო ნელა გადიოდა და იმდენ დაჩქარებულია ცხოვრების ტემპი რიტმი მინდოდა მეთქვა რომ რიტმი იყო აბსოლუტურად ცხოვრების სხვა და აი ეხლა ფილმებში რო არის აჩქარებული რიტმი აი ასეთი გახდა ახლა ცხოვრება და უკვე იმას ვეღარ ეგუები რომ ეს ყველაფერი ნელად გააკეთო და დრო ამაში წავიდეს როცა ეს პატარა ეკრანი გაძლევს უამრავ რაღაცის საშუალებას და მე მინდა რომ ყველას კონდეს ინტერნეტი კონდეს ყველას რომ ოჯახში აუცილებელია სწორედ იმ ჩვენ გვექნება საშუალება თემაზე საუბრის, თუმცა მოგეხსენებათ საქართველოში ვიზიტით იმყოფება ლატვიის პრეზიდენტი ანდრის ბერზინში. მოამბე გვაქვს ახლა.